ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოზე. ბარტა 2025-ზე მეტი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. იქამდე კი გეტყვით, რომ კონკურსის მიზანი არის ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება, ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით, გადადგმული ნაბიჯების პირობებში. ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. როდის და სად გაიმართება ბარტა 2025 სტუმრებთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს ირინა კორდელაძე, მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში და ირაკლი თუთარაშვილი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე შემოუერთდნენ საქმიანი დილა სტუდიას. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. დილამშვიდობისა. როგორ მიდის საქმეები? იმიტომ რომ სრულიად გასაგები მიზეზების გამო ბარტას ღონისძიების ტრადიციულ დროს ჩატარება გადაიდო. ბარტა არ იყო გამონაკლისი, ძირითადად ყველა ღონისძიება იმ პერიოდში დეკემბრის თვეში გადადებული იყო. უბრალოდ როდის ტარდება და მე უკვე მივყვეთ შედეგებს და სხვა თემებს, რომელსაც რამდენიმე კითხვა გაქვს მე და ნინიც. კი ბატონო გიორგი, ნამდვილად პირველი შემთხვევა იყო, რომ ჩვენ ტრადიციულად დეკემბერში ვერ ჩავატარეთ ბარტას ღონისძიება, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს აუცილებლად ჩატარებულიყო. ჩვენ გვინდოდა დაგვეფასებინა კომპანიები, რომლებმაც მართლაც მოინდომეს და ბევრი იზრუნეს, რომ გაუმჯობესონ ანგარიშგების ხარისხი. წელს მინდა აღვნიშნო, რომ შეინიშნება ისევ და ისევ დადებითი დინამიკა და გაუმჯობესება. ბევრად მეტი, ასევე მსურველი იყო მეტი კომპანია, რომელმაც გამოიჩინა ინიციატივა და შემოიტანა განაცხადი მონაწილეობაზე. სამწუხაროდ ყველა ვერ მოხდა, ასე ვთქვათ, მოკლე სიაში, ვინაიდან ზოგიერთმა ვერ გაიარა პირველადი ფილტრი, რაც არის არამოდიფიცირებული მოსაზრება აუდიტის. მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრი კომპანია არის, რომელიც წელს შევაფასეთ. ამ ფილტრაციის პირობებში რამდენად შეგვიძლია რომ შევაჯამოთ ის გასული წლები თუ რა შედეგები იყო კონკურსანტთა მიმართებით და რა გაუმჯობესეს მათ? იცით, ჩვენ ვაკვირდებით, როგორ ვაფასებთ ამ დინამიკას. ახლა ეს ხო ხარისხობრივი შეფასებაა და ესე მარტივი არ არის, მაგრამ ჟურის მიერ დაწერილი ქულების მიხედვით ვაკვირდებით. ანუ რო შეადარო რა ქულები იყო დაწერილი პირველ წელს და წელს, როგორც თქვი, შეინიშნება მზარდი დინამიკა. როგორც ჯამურად, ასევე ინდივიდუალურმა კომპანიებმა პრაქტიკულად ერთის გარდა ყველამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესა ანგარიშგება. ასევე ჩვენ ყავს და ასე ვთქვათ დებიუტანტი კომპანიები, ახალი კომპანიები, რომლებმაც წელს პირველად შემოიტანეს განაცხადი და როგორც იცით, ასევე ჩვენ შემოვიღეთ ახალი ჯილდო წელს. პირველად ეს არის საუკეთესო დებიუტანტი კომპანია. წასახალისებლად. კი, წასახალისებლად და ნამდვილად მოიმეტა ინტერესმა შესაბამისად. მე მინდა გადავინაცვლო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან. ირაკლი, ეს არის ინდუსტრია, რომელიც აჩვენებს ზრდას და შესაბამისად ინდუსტრია, რომელიც რეგულირებადია სამსახურის მიერ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ კონკრეტული კანონით და კანონებით გაწერილი ყველა დეტალი. პირველ რიგში და მთავარი ალბათ მაინტერესებს რა პარტნიორობა შედგა თქვენს და ბარტას შორის და სად მიგაჩნიათ როგორც სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს მთავარი პარტნიორობა რაში გამოიხატება ბარტასთან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად ჩვენი სამსახურის მხარდაჭერა ბუღალტრიული აღრიცხვის ანგარიშგების და აუდიტის რეფორმის მიმართ 2015 წლიდან იწყება. როდესაც ამ რეფორმაზე დაიწყო მუშაობა და პირადად მე გახდით სამუშაო ჯგუფის წევრის და მოხარული ვარ, რომ მივიღეთ მონაწილეობა ამ კარგი რეფორმის განხორციელებაში. სწორედ ამ რეფორმიდან გამომდინარე უკვე შემდეგ დაინერგა ბარტა და ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ მემორანდუმი, მათ შორის ჩვენი თანამშრომელიც არის ჟიურის წევრი. აქვე მინდა რომ ყველა ჟიურის წევრს დიდი მადლობა გადაუხადო მათი შრომისთვის. მათი ასე ვთქვათ კვალიფიციური დასკვნა აუცილებელია გამარჯვებულების გამოსავლენად და ჩვენ თანამშრომლობთ, გვაქვს ინფორმაციის მიმოцла, მათ შორის ჩვენ საზედამხედველო სუბიექტებსაც ვთხოვთ მაქსიმალურად რომ ჩაერთონ და ეტაპობრივად
ერთვებიან ჩვენ საზოგადოებრივ სუბიექტებიც, თუმცა რაც სხვა ტიპის გამოწვევებიც იყო ინდუსტრიაში, მათ შორის ახალი სტანდარტის დანერგვას და უფრო მაგას ასე ვთქვათ დავაბრალებ, რომ ისე აქტიურად ზღვაელები არ არიან წარმოდგენილი ბარტაში და იმედოვნებ, რომ უფრო მეტი და მეტი კომპანია ჩაერთვება, იმიტომ რომ ნამდვილად ესეთი ღონისძიება არის ბარტას მოპოვება, როგორც საპატიო ჯილდო არის კომპანიისთვის. პრესტიჟია. აუდიტის ანგარიშგების ხარისხი და ასე ვთქვათ გამჭვირვალობა, რა თქმა უნდა, როგორც რეგულატორისთვის ამნიშნულოვანია და როგორც ინვესტორები, ისე მომხმარებლები აკვირდებიან ამას და აუცილებელი პირობად მიმაჩნია. პირველ მეცლები მე როგორც ვიცი გამოჩნდნენ საზღვაოების ინდუსტრიიდან. კი, ნამდვილად წელს აქტიურად ყავდა წარმოდგენილი ერთ-ერთი კომპანია თვითონ 28-ში, როდესაც გაიმართება ცერემონიალი, უფრო მეც შევიტყობთ ამასთან დაკავშირებით. ანუ ირინა, რახან უკვე ახსენეთ, 28 ბეჭედადებული თემაა, ხო? კი ბატონო, 28 თებერვალი იქნება, როდესაც ჩატარდება ეს ღონისძიება და ყველა შევიტყობთ, ვინ არის გამარჯვებული კომპანია. წელს 10 ჯილდო გვექნება ტრადიციულ ჯილდოებთან ერთად, როგორც თქვით, მდგრადობის ანგარიშგების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, თითოეულ კატეგორიაში, ზომით კატეგორიაში თითო ჯილდო იქნება მდგრადობის ანგარიშგებისთვის. ასევე გამარჯვებული და საპატიო, როგორც ყოველთვის ტრადიციულად. 2024 წლის ბოლოს, როდესაც BMG სტუდიას სტუმრობდით, მაშინ ვისაუბრეთ ჩვენ ახალ მათ შორის ნომინაციებზეც, რომლებიც დაემატა ბარტას. ნომინაციების კუთხით ჩვენს მაყურებლებსაც რომ გითხრათ, წელს არის ამ მიმართულებით კიდევ რაიმე სიახლე? 25-ში თვა დაგეგმილი სიახლე 2025-ის წლევანდელ ბარტაზე. ამაზე ცოტა ადრე არის ჯერ საუბარი. დაჯილდოვების მერე შევიკრიბებით ჩვენ საორგანიზაციო, ასე ვთქვათ, კომიტეტი და ამას განვიხილავთ. ამჯერად სიახლე მაინც დებიუტანტი იქნება? კი, 24 სიახლე იყო დებიუტანტი. წელს შეიძლება გავიმეოროთ, მაგრამ შეიძლება რაღაცით ჩავანაცვლოთ კიდეც. წინ სწრებით რთულია ამაზე საუბარი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ისევე როგორც ჩარშან ჩვენ მოვამზადეთ ჟურის ანგარიში. დიახ. ძალიან საინტერესო დოკუმენტი არის, სადაც დეტალურად არის აღწერილი ტრენდები, რაზეც ახლა ვისაუბრებ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩაშლით და თავისი პროცენტული მონაცემებით ეს დოკუმენტი 28 თებერვლის შემდეგ დაიდება ბარტას საიტზე და ყველა შეეძლება დეტალური ინფორმაცია. ანგარიში უკვე ირინა? კი, უკვე მზად არის ჟურის ანგარიში, რომელსაც ჯერ ვერ გამოვფენთ, იმიტომ რომ იქ ჩანს გამარჯვებულებია ჩამოთვლილი და ვერ დავასპოილერებთ, ასე ვთქვათ, მაგრამ 28 რიცხვის შემდეგ ეს უკვე იქნება საჯარო ეს ანგარიში. რაღაც თქვა გინდოდა ირინა? ტრენდების კუთხით რა შეგვიძლია რომ გითხრათ? ტრენდების კუთხით შემიძლია ვთქვა, რომ არის გაუმჯობესება და ასევე მინდოდა, ასე ვთქვათ, სასიხარულო სიახლე გამეზიარებინა თქვენთან, რაც არის ის, რომ ბარტა, ასე ვთქვათ, გადის ექსპორტზე. ბარტათი დაინტერესდნენ სხვა ქვეყნებიც და კერძოდ მოლდოვა. და ამ წუთას მიმდინარეობს ორგანიზება მოლდოვას. როგორ იქნება მოლდოვაში? ბარტასი, კი. იმიტომ რომ რახან ნერგება. გამოკვეთილი აქვს უკვე სტრუქტურა ბარტასი, კრიტერიუმები და ეს ყველაფერი, შეიძლება რომ მოლდოვამაც იგივე გააკეთოს. კი, დაინტერესდა მოლდოვას ფინანსთა სამინისტრო, სარასიკ ცალკე სააგენტო ესეთი არ არის და სამინისტროს თავარი საფუძველი თუ აქვს ეს ფინანსური აქვს, კი, ყველაფერი. რეფორმა ჩატარებული იყო? კი, არის ჩატარებული და მოლდოვა ქვეყანა არის, რომელიც ასევე ევროინტეგრაციის მიმართულებით მოძრაობს და კანონმდებლობაშიც იგივე, რაც ჩვენთან არის გადმოტანილი ევროკავშირის დირექტივებიდან, აქვთ მაგათაც და მოკლედ აქტიურად მიმდინარეობს პროცესი დაფუძნების. ეს ძალიან მაგარი ამბავია. ბარტას ექსპორტზე გასვლა. და შესაბამისად, მე ირაკლიმ რაზეც ისაუბრე, რომ საერთაშორისო კომპანიები უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ დაჯილდოებაში, ესეც ერთგვარი არა, ის მაინც გეოგრაფიული იქნება მერვალი, ხო? ამ ეტაპზე იქნება ბარტა საქართველო, ბარტა მოლდოვა და ასევე კიდევ სხვა ქვეყნების დაინტერესდა, მაგრამ ყველაფერს ახლა არ ვიტყვი, ჯერჯერობით მოლაპარაკების სტადიაში. ბატონი ირაკლის და მის სამსახურს თვის ბოლოსკენ შევაძრახებთ, ხო? მაგრამ რა შეეხება თქვენ ისეს გამოაქვეყნებთ ამას ყველაფერს? კი, ჩვენ ასე ვთქვათ, საკმაოდ გამჭვირვალე ვართ, ყოველ კვარტალურად ვაქვეყნებთ ბაზრის შესახებ ინფორმაციას და თვითონ კომპანიებიც აქვეყნებენ ამ ინფორმაციას. წლიური ანგარიშგებას
მივიღებთ უახლოეს პერიოდში და რა თქმა უნდა გამოვაქვეყნებთ და მე თუ დაინტერესდებით და იმედია შარშანდელის ზრდა იქნება კიდევ. კი, რა თქმა უნდა, შარშან როგორც მილიარდიანი იყო ინდუსტრია, და ასე ვთქვათ, გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო ტიპის პროდუქტების ნაკლებობა დღეს ბაზარზე და დაახლოებით 20%-იანიც და სრულდებით. ჩვენი ამბავს გიტოვებს. ინა წარმატებები. მადლობა დიდი და ასევე ბატონი ირაკლეს და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს მადლობა მინდა გადაუხადო ასეთი აქტიური პარტნიორობისთვის, სპონსორობისთვის და თანამშრომლობისთვის. წარმატებები. ეხარია თქვენი პარტნიორობაც და ყველაფერს. ირინა გორდელაძე, სოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში და ირაკლი თუთარაშვილი. ირაკლი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გახლავთ.